დილამ შვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცმა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მელელა ბაღდავაძე ვარ ნიუსრუმში კი პაატა ზაქარიშვილი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი საქართველოს და მსოფლიო დღეს ცოტ-ცოტა დროს როგორც შიდა ისე მსოფლიო პერიპეტიებს დაუთმოთ ვიწყებს ზუსტად 3 წამში იქამდე კი თვალი გადავალოთ ყოველ სიახლეებს პრესპარტია გახარიას საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. გახარია ეგრეთ წოდებულ ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხადაა დაბარებული. კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკინის განცხადებით გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა. დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საავტომობილო მოძრაობა უწყვეტი პროტესტის 216 დღესაც გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები. 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში მეგობარი აქტის მხარდამჭერი აქცია მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 19 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, საბოლოოდ მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის 300 მერქანის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა გამოვლენილი 300 მერქანი წაღვერის საქმიან ეზოში გადაიტანეს. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს პოლიტიკურ პერიპეტიებს პაატა პოლიტოლოგ პაატა ზაქარიშვილთან ერთად შევაფასებთ. გამარჯობა ბატონო პაატა და მადლობა რომ მივსალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონო პაატა მოდით დავიწყოთ საქართველოს იმით უფრო რომ თქვენი ბოლო სტუმრობის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე ვითარება მივიღეთ. დაპატიმრებულია ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიების ლამის ყველა ლიდერი აი გუშინ კი კიდევ ერთი პოლიტიკოსის საქმეზე დადგა განჩენი ამჯერად ნიკა გვარამიას შეეფარდა ლათვიანი პატიმრობა ისე როგორც აკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. როგორც პოლიტიკური ისე ექსპერტთა წრეებში გვესმის განცხადებები, რომ აი უნდა შევწყვიტოთ კითხვების დასმა იმაზე, საით მიდის საქართველოს და რა ტიპის მართლობით სისტემას ვიღებთ, იმიტომ რომ ამ კითხვებზე პასუხები უკვე გაცემულია და როგორც პოლიტიკოსები, ისე ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სახეზეა ღიად ავტორიტარიზმი, ამიტომ ახლა მათივე აზრით ახალი კითხვების და ახალი შეფასებების დროა. აი რა არის მაშინ ის ახალი შეფასებები, რომელიც დღეს შექმნილ სიტუაციაში უნდა გაკეთდეს. რა სახელს არქმევთ ყველაფერი იმას, რასაც საქართველოში ახლა ვუყურებთ. ახალი კითხვებია ჩვენ როგორ ვიქცევით აი ამ ავტორიტარიზმში. ავტორიტარიზმი ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში ვითარდება. აქ ჩანასახის პერიოდი მოქმედებს, იზრდება და ადრეთუგივე სრულდება. ამიტომ ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს, როცა ავტორიტარიზმი ასე ბოგინობს საქართველოში. ხელს უწყობთ მის გამტკიცებას, თუ ხელს უშლით. და თუ ხელს უშლით, როგორ უშლით, დაბერკეტებით, თუ ხელს უწყობთ რა ნაბიჯებით დაბერკეტებით. ჩვენ ანუ ყველანი ერთად ოპოზიცია, ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ხო ვიცით ავტორიტარიზმი ხილვადია, მის ავტორიტარიზმს ხედავს ნამდვილად, დარწმუნებულია რომ ასე არის, ვიდრე ჩვენ ლაპარაკობთ ეთერში და გადის მანამდე და ჩვენ გვისმენენ ჯერ კიდე ავტორიტარიზმი არ არის ისეთი როგორც ბელორუსიაშია, მაგრამ სხვა ეტაპები აქვს ავტორიტარიზმის. მაინც ანუ დიქტატურამდე ჯერ არ მისულა საქმე, თუმცა იქეთკენ მიდის ეს ბოლო სადგური, როგორც მეტროში რომ მოძრაობ და ბოლო სადგურში მივდივარ, ვიდრე ბოლო სადგურში არ ჩახვალ მეტროში იმყოფები, ხო, მატერბერში იმყოფები. ანუ ჩვენ მივდივარ დიქტატურისაკენ. რა საჭირო რომ ეს ბოლო სადგური არ დადგეს, აი ამაზე ლაპარაკი არ არის. როგორც კი იწყებ მსჯელობას რაღაც გარკვეულ მოსაზრებებზე, უცებ ხარ მოღალატე, უცებ ხარ ყოფანაკიწევრი და შესაბამისად ის ადამიანი ტრაგედია არის ის რომ საქართველოში ყველაზე ეფექტურად ბოგინობს არავტორიტარიზმი, რაც ჯერ კიდე მოძრაობს, არამედ ბოლშევიზმი, რომელიც მიუღებელია განსხვავებული აზრი. ის ხალხი, რომელიც ასე ხელახებით შეუძლია სხვა ჩარეცხოს და ჩათვალოს, რომ არის მოღალატე, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას, როცა თუ ღმერთმა დაიფაროს ესეთ ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში. ამიტომ პრობლემა არის არა ივანიშვილში და ქართულოცნებაში, ოპოზიციაში დღეს პრობლემა და საზოგადოებაში, როცა მიუღებელია ყოველგვარი განსხვავებული აზრი. ბატონ პაატა, აი რას ვაკეთებთ ჩვენ? მოდით ახლა ამაზე ვისაუბროთ. მაგალითად ნიკა გვარამია რევოლუციაზე ალაპარაკდა, ის გუშინ ციხიდან გამოგზავნილ წერილში ასე მიმართავს მისი საქმის მოსამართლეს, რომელმაც გვარამიას პატიმრობის განჩენი გამოუტანა, ჯალათო ჯვებევ ყური დაადე მიწას და კარგად მოусმინე. მოდის რევოლუცია, მოდის. გვარამიას ემატება ელენე ხოშტარიაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ გამოსავალია სწორედ რევოლუციაში, რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზაო, მიიჩნევს ხოშტარია. აი რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი რევოლუციის აუცილებლობაზე ალაპარაკდა და რამდენად სწორი გონიათ სწორება რევოლუციაზე.
რევოლუცია თავისით მოდის. რევოლუციას ქმნის არა ოპოზიცია, რევოლუციის პირობებს ქმნის ხელისუფლება. ყოველთვის ესეა. მოდის ეს რევოლუცია. მე ვერ ხედავ. ვინც ხედავს გაუმართოთ. მე ვერ ხედავ ნამდვილად. მე ვნახე რევოლუცია როგორ მოვიდა ლიბიაში, როგორ მოვიდა იგივე ქვია ერაყში, ავღანეთში და ჩვენ ხედავთ ყველგან სამოქალაქო ომებს. ანუ ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, თქვენ ფიქრობთ შედეგებზე? შედეგებზე ფიქრობთ, რამც მივიღებთ ჩვენ, რომელ რევოლუცია მოიტანა ის შედეგები, რაც თქვენ გიდათ. თორე მე ვერ ვხედავ აი ამ რესურსებს. ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მხოლოდ სამი ფორმა არსებობს, ავტორიტარიზმის მიმართებაში სამი ფორმა არსებობს. ერთი არის რევოლუცია, ნამდვილად, ხალხი გამოდის ქუჩაში, ამხობს ხელისუფლებას, ან თვითონ ხდება ძალაუფლების მმართველი და როგორც ბოლშევიკები გახდნენ და თვითონ კიდევ უფრო საშინელი ტირანია დაამყარეს, ვიდრე იყო მეფის რუსეთი და ძალიან ბევრი მაგალითები შეგვიძლია მოვიყოლოთ ამისი. მეორე ვარიანტია მშვიდობიანი ფორმებით, ანუ მშვიდობიანი ფორმაში გვესმა ავტორიტარიზმის კანონები და წესები. საბჭოთა კავშირი ასე დავამხეთ, ასე დავასრულეთ მოსაქვია შევარდნაძე, ასე დავასრულეთ ნაციონალური მოძრაობა. ყოველთვის მათი წესებით, მათ არჩევნებში შევდიოდით და იმიტომ მართლები ვიყავით. და ყოველთვის მას ვიყავი იმ ხარეს, რომელიც იმარჯვებდა საბოლოო ჯამში. თუმცა ჩემი პოზიციები ამყარებს ჩემს განცდებს, რომ სწორად ადგილზე დგავარ. ამიტომ მეორე ფორმა, მშვიდობიანი ფორმა, ყველაზე ეფექტურია. ამას შეიძლება მასობრივი გამოსვლები, მუდმივი მასობრივი გამოსვლები, ანუ ჩვენ ერთ საქართველოს ქვეყნის ტიპის სახელმწიფოში ეს შეიძლება იყოს 50-დან 100,000 კაცის მუდმივი რეგულარული გამოსვლა, ვიდრე არ დაემხობა ხელისუფლება. როგორც წესი ხელისუფლება ემხობა 1-2 კვირაში, მეტი არა. ჩვენ ჯერ არ გაგვიურია ეს გზა, რომ 2 კვირა დავდგეთ, თქვათ რომ მე 2 კვირა მე ერთი ადამიანი 2 კვირა დღე და ღამე შევეცვლნაცვლები ჩემს ოჯახის წევრებს. ეს რომ ნოემბრის დასაწყისში გქონდა დაახლოებით არა, ჩვენ 2 საათიანები. 2 საათიანები, მე გონები 2 კვირიანებს გეუბნები. მესამე ვარიანტია ავტორიტარიზმი იმარჯვებს. ვენესუელა, ბელორუსია, უამრავი რუსეთი, სულ წავიდეთ, ანუ ძალიან აზიურ ქვეყნებში გადავიდეთ და პროსაბჭოთა კონტექსტი ვნახოთ. ანუ ჩვენ სამწუხაროდ აი ახლა ვიყოფებით მესამე ვარიანტში. ჩვენი ნებით, იმიტომ რომ ემოციურები ვარ და ავკადულო ტალახში ზელვას, ჩვენი ნებით ვუთმობთ ქართულ ოცნებას, გადაულოცავთ ძალაუფლებას, ეს მოხდება ოქტომბერში. ამიტომ ამაზეა საუბარი და არა ღალატზე და არა შენესეთო. მე მიმაჩნია, რომ ჩვენთვის გაურკვეველია რა არის ბოიკოტი. ბოიკოტს არსა და არ უმუშავია. ბარემ ვის რომ ვინ არ შემოვიდაოს, ერთადერთხელი მუშავა ჰამასმა ჰეზბოლამ გაიმარჯვა ლიბანში. ხო, აი გადავიდეთ, მოდით ამ თემაზე ბატონ პაატა, რადგან ახსენეთ, ნამდვილად ორად არის ოპოზიციაში აზრი გაყოფილი იმაზე, თუ რაშია გამოსავალი, ნაწილი სწორედ ქუჩის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგზე აკეთებს სწორებას რევოლუციის მიმართულებით და არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ გააქტიურდეს პროტესტი, ნაწილი კი სწორედ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ხო, აი სწორედ მახსოვდა თქვენი მხარდაჭერა აქვს იმ პარტიებს, რომლებიც იყურებიან, ასე ვთქვათ, მუნიციპალურ არჩევნებისკენ ლელოს გიორგი გახარიას ძალას, თუმცა აი იგივე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება არ ცვლის ვითარებას და ბარემ აქვე გკითხავთ, იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაცია აქვეყნებს მორიგი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმეტესობა კი ემხრობა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მათი დიდი ნაწილი 70%-ზე მეტი, როგორც აღმოჩნდა, არის თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერი, ხოლო პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში წამყვანია მაინც ბოიკოტის იდეა. აი ეს შედეგები არის თუ არა ის შედეგები, რაზეც ლელოც და გახარიაც პარტიაც უნდა დაფიქრდნენ. რა თქმა უნდა, დაფიქრდნენ, მეც უნდა დაფიქრდე, ზოგადად კერძო პირია, აუცილებლად ვალდებული ვარ. ამ ლიდერების დაპატიმრება ხდება იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას წყალივით, ჰაერივით ჭირდება ბოიკოტი. ჭირდება, იმიტომ რომ არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, რაც არ დაჭირდეს გაყალბება. იმიტომ რომ ქართულ ოცნება ყველაფერზე წამსვლელია. არა გაყალბებაზე, დახოცვაზეც კი, მაგრამ არ დახოცვა არ უნდა ხალხის, არ გაყალბება არ უნდა. ყველაზე იოლი ფორმა უნდა, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე. გაყალბება არ დაჭირდება, თუ კი ოპოზიცია არ ჩართება. შესაბამისად, უკვე დააფიქსირა კარგად ლოზუნგი, რომ როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, სადაც ჩვენს ლიდერებს აპატიმრებენ. ცხენვალია, პირდაპირ გადავეცით, ესა ქვია, მართვის სადავეები, რაც უფრო მეც დავაპატიმრებ, მით უფრო მეტი ხალხი არ მივა არჩევნებზე. ანუ მე ესე ვკითხულობ, რა თქმა უნდა, მე არა ვარ ყველაზე ჭკვიანი და მე არ მიმაჩნია, რომ რასაც მემოვა ყველაფერი გენიალურია, მაგრამ რაღაც ლოგიკა უნდა დავინახოთ ამ მოქმედებებში. ვნახოთ როგორ რა მოხდა ბელორუსიაში, როგორც კი ბელორუსიას დაჭირდა კარგი უთანხმოების დამყარება
ამერიკასთან, deep state-ებთან, ვიღაცებთან, მაშინ გაუშვა მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციის და ჩავიდა ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და ქებადიდება დაემსახურა. ანუ ეს არის ამაზრზენი ამორალური პოლიტიკა ქართული ოცნების, რომ ადამიანების სიცოცხლით, ადამიანების ჯანმრთელობით, ადამიანის თავისუფლებით ვაჭრობს დასავლეთთან. მე თქვენთან არაერთხელ მithქვავს, რომ ქართული ოცნების თავი ამოცანა მიბობღდეს როგორმე ადგილობრივ არჩევნებამდე. ხელახლა მიითვისოს, აითვისოს, უზურპაცია მოახდინოს ხელისუფლების და შემდეგ 3 წელი, მისი აზრით, იმედი ევროსი არ იქნება, 3 წელი კონდეს კომფორტული ზონა, რათა მართოს ქვეყანა როგორც უნდა ის 28 წლამდე. როგორც კი დასრულდება არჩევნები, მათი ლოგიკით, მე ესე ვფიქრობ, მათი ლოგიკით შეიძლება უკვე სექტემბერში არჩევნებამდე 1-2 კვირით, მაგრამ უფრო ლოგიკური იქნება არჩევნების შემდეგ გამოუშვას პატიმრები. ხო, თუმცა მეორე პარტია გამოუშვას. რათა დავასრულებ, რათა შეაჩეროს დაგეგმილი სანქციები საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ შეიძლება წინსწრებად არჩევნებამდეც კი მაგალითად ახალგაზრდები გამოუშვოს არაპოლიტიკური ლიდერები. პოლიტიკური ლიდერები გამოუშვოს, ვიღაცა ჩათვლოს, რომ თქვია, გავიმარჯვეთ ჩვენ, აი ხო ხედა გავიმარჯვეთ და თუ პოლიტიკური ლიდერები დატოვებს ციხეში და ახალგაზრდებს გამოუშვებს, ამით თავის ამორჩეველს ამორჩეველთა გულს მოიგებს. გულს მოიგებს თავის საკუთარ ამორჩეველს. თავი 10 ამორჩეველი მაინც 10 ამორჩეველია. მერყევი ამორჩეველის გულს მოიგებს, როცა ეჭვეპარება, რა გინდა ხალხი გამოიშვეს და დასავლეთს ეთქვის, რომ მაცალეთ რა. მე ხო ხედავ არჩევნებს ვატარებ და მე ვნახოთ წლის ბოლომდე დამაცალეთ და ნახავთ რამდენი პატიმერი მიყოლებს. ბატონ პატა, მეორე მხრივ, აი ისევ იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის კვლევის შედეგებს თუ შევხედავთ, ახლა ხომ არ გამოდის, რომ ეს ორი პარტია მხედველობაში მყავს ლელო და გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალა არ უსმენს საკუთარ ამორჩეველს, არ უსმენს ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს, რომელთა ჩვენ დრო არ გავყოლეთ დიდი ნაწილი ფიქრობს რომ მართლა დიდი მადლობა ხოლმე ბევრი დრო მაქვს თქვენთან და ერთი შემოვნება თქვენთან საუბარი მაგრამ მაინც ცოტა დროა ზოგადად ეხლა თქვენ გეხებათ საქმე ისაა რომ გიორგი გახარიას და ლელოს მუშაობს თავის ამორჩეველზე გახარია 21 წელს გამოვიდა პოლიტიკაში და მაშინ მიიღო 9% შემდეგ გაიმეორა 9% საპარლამენტო არჩევნებზე ესე იგი მას ხავს რაღაც მყარი თავის ამორჩეველი მას არ შეუძლია მას შეუძლია გადავიდეს ქვია სხვა პოზიციებზე დაკარგოს თავის 9% და ვერ შეიძინოს ახალი ამორჩეველი ვინც კი აკრიტიკებს გახარიას და ლელოს არც ერთი არ არის მისი ამორჩეველი პოტენციური ყველაზე უკეთეს შემთხვევაში გულს მოიფხანენ და იტყვიან აი ეს რეგვენები გახარიები და ეს ლელოელები რა ქვია ხო მაინც ჩვენ მხარეს გამოვიდნენ ისინი სხვა პარტიის ამორჩევლები არიან ამიტომ იგივე ასე ხება გირჩს მაგალითად იაგო ხუჩიას ეს ხალხი მუშაობს თავის კაფიო გამოკვეთილ ამორჩეველზე და ისინი ამ ამორჩეველს ხელიდან არ გაუშვებენ ამიტომ რაც არ უნდა დაიდოს სოციალური კვლევა ისინი თავის კვლევებს ატარებენ და მათ კარგად იციან განწყობები რა ხდება მათთან მათ თავისი მინიმალური თუ მაქსიმალური პროცენტები აიღეს ბოლო არჩევნებზე 9%-ის გარშემოტრიალებს ორივე პარტია. ესე იგი, ჩვენ თუ ვნახავთ, რომ მათ 9%-ზე ნაკლები მიიღეს, უბრალოდ 9%-ს ვერ გავსაზღვროთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის არჩევნებია. მაგრამ თუ ამორჩევლის რაოდენობა, რაც მივიდა და ხმამისა ლელოს და ხმამისა გახარიას, თუ ამ ამორჩევლის რაოდენობა იქნება ნაკლები, ესე იგი, მათ დაკარგეს ამორჩეველი და პირიქით მე ამას ველოდები. თუ მათი ამორჩეველი გაიზარდა და თანამშრომლობდნენ, ესე იგი, იმას ნიშნავს, რომ ბოიკოტის კონცეფცია არ მუშაობს და ვიღაცამ სხვის ამორჩეველი მივიდა და მას მისამართა. სხვა შორის ლელოსთან მიმართებაში ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ იტოვებენ იმედს, რომ ლელო პოზიციას შეცვლის და უარს იტყვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. აი, თუმცა გახარიას პარტიის პოზიცია მართლაც ძალიან პრინციპულია. ყოფილი პრემიერი და მისი თანაგუნდელები შეიძლება ითქვას, რომ შეუვალნი არიან ამ საკითხთან მიმართებაში. აი, რით იხსნით გახარიას პარტიის ასეთ შეუვალობას და იმას, რომ მათ განსხვავებული აზრის მოსმენა ფაქტობრივად არც კი უნდა. მესმის მათ, იმიტომ რომ მე ვარ რიგითი მოქალაქე, არაფერი არც პარტიის წევრი არ ვარ და არავის არ მოუწოდე ვინმეს მისცეს ხმა ერთადერთი არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმა არ მიცემ ქართულ ოცნებას ეს არის ჩემი ერთადერთი ყველაზე კაფიო პოზიცია ამორჩევლსთან გავა მე ძალიან პრინციპული ვარ მე მივაჩვენე რომ ეს არის ერთი პარტიის სასარგებლოდ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება. როცა მიდიხარ ამ ჩვენ შემთხვევაში ბოიკოტში და მათ ეს ესმის, ლელოსაც ესმის და გახარიასაც ესმის, რომ ეს არის შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ერთი პარტიის ინტერესი არის, ერთი პარტია არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ ვამბობთ 8 პარტიამ ხელი მოაწერო, ნუ რას უკაცრავად, 7+1-ია. 7 პარტია ამ 8 პარტიიდან არის 12 წელს ვინც იყო ნაციონალური მოძრაობის წევრები. ყველა 7 პარტია არც ერთი არ არის, ყველა არის ვინც გამოვიდა, ყველა არის ნამსხვრევები. ანუ რეალურად 2 პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება
არჩევნებში არჩევნების წინამდე ბოიკოტის გამოცხადება. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ანუ დიდი კრებითი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფლების მოედანი. ეს მათ უფლებაა, არ ვიცი რატო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, გათვალეს თუ არა ყველა რისკები მათი მომავლის შესახებ, არა გამორჩეული რომ შემდეგ არჩევნებზე საპარლამენტოზე, რომელიც ყველაზე გვიან იქნება 28 წელს და ყველაზე ადრე შეიძლება იყოს აი ახლა მაგალითად 4 ოქტომბერს ეს გამორიცხული არა ანუ ნებისმიერ 28 წლამდე ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს საპარლამენტო არჩევნები მათ შორის ალბათ ყველაზე რეალური 28 წელი ამ ფონზე ჩვენ ნახავთ რომ ამ 8 პარტიიდან ერთი სია შედგება და ნაციონალური მოძრაობა დაუბრუნდება თავის თქვათ ასე წიაღს ერთი სიით იმოძრავონ სამაგოდ ეს არის ეს ამაში ჩაფიქრებულია გარკვეული სპეცოპერაცია რომ გაიკრიფოს შუა რომ სხვა არავინ არ იყოს მოედანზე გარდა ნაციონალური მოძრაობისა და ნაციონალური მოძრაობა დარჩეს როგორც საყვარელი ოპოზიცია ეს ბოიკოტი ემსახურება ერთადერთ რამეს ეს არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს ეს არის ძალიან პრაგმატული ძალიან გონივრული ბჭყალებს როგორც ანტისახელმწიფოები როგორ მაინც გონივრული ოცნებად ანტისახელმწიფოები როგორ ანუ თავის სასარგებლო გონივრულ გაწყვეტილებას დებო ზუსტად ასეთია ნაციონალური მოძრაობა მათი თავარი ამოცანაა გაიკრიფოს შუა დაეხმაროს ივანიშვილს შუას გაკრებაში რათა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იყოს საყვარელი ოპოზიცია ქართულოცნების გიორგი გახარიას პარტია რადგან ვახსენეთ პერსონალურად გახარიაძე რას ფიქრობთ ესეც გითხარით რა ბედიელის მას თქვენი აზრით ქართული ოცნების პირობებში იმ შემთხვევაში თუ კი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდება და თუ კი არ დაბრუნდება უცხოეთიდან საზღვარგარეთის ალბათ სავარაუდოდ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან პარტიის მართვა რამდენად შესაძლებელი გონიათ ეს დაკავშირებული იქნება თუ არა ხო აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა არც თუ ისე მცირე სირთულეებთან რთული იქნება იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამას კარგად გამოიყენებს როგორც ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის გარშემო 7+1 გამოიყენებს კარგად გახარეს წინამდე ისე ქართული ოცნება რომ შიშარაა გაიქცა და ასე შემდეგ. მე გახარეს კარგად არ ვიცნობ, სულ ერთი-ორჯერ ვარ მას შევხვდი, მაგრამ რასაც მე უყურე პოლიტიკურ ნაბიჯებს, საკუთარ გონივრული, ესა გაწონასწორებული, ზომიერი ნაბიჯები გააჩნია. ანუ ხშირად ემთხვევა ხოლმე ჩვენი პოზიციები ერთმანეთს და მიხარია რომ ესეთი პარტია არსებობს. ასევე შეიძლება მე თქვა ლელოს, მე არ მინდა რომ რაღაც მათ შორის რაღაც უპირატესობა გამოაჩინო, გულსაწყვეტია რომ ამ ორმა პარტიამ ვერც იპოვა და ალბათ ვერც იპოვიან ისეთ ერთობას რომ მე რამ ტრაგედია არ არის. მე მგონია რომ გახარი ყოველთვის გავდა სწორ ნაბიჯებს და ახლა არ დაუშვებს ესეც გათვლილი ექნება თუ არ დაბრუნდება და უცხოეთიდან მართავს თავის საქმეს და პარტიის საქმეს მე მგონი რომ ეს არ იქნებოდა სწორი მაგრამ თუ მას გათვლები აქვს და როგორც ეს სწორ გათვლებს აკეთებს ძალიან გამიხარდება თქვენთან ვაღიარო რომ სწორად მოიქცა ადამიანი რომელიც დარჩა მაგრამ ჯერჯერობით მაინც მიმაჩნია რომ ჯობია ჩამოვიდეს თუ გინ ციხეში მოხვდეს ეს ჩემი აზრია მართლა იმდენად არა ვარ მასთან ახლოს რომ ესე მეორედ გამოკითხავენ მას საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ამჯერად დისტანციურ რეჟიმში და ამჯერად საქმე ეხება სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხს ხო აი მართლაც ჩანს თუ არა რომ გახარიას შესაძლოა იმაზე დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა ვიდრე სხვა ოპოზიციონერი ლიდერები ჩასვეს ანუ არა 7 არა მხოლოდ 7 და 8 თვით შეიძლება ჯერჯერობით ეს ქართულ ოცნებას მოუწია სულ ცოტა სამივე ნაბიჯის უკან გადადგმა ეს ერთი რომ აღიარა რომ შეიძლება ჩართვა თურმე და ესე ქვია არ არის მიუღებელი მეორე რომ გახარიას თქვათ ასე გახარიას მიმართ კითხები არის ქვია ანტისახელმწიფოებრივი იმიტომ რომ მოუწევთ ლაპარაკი იმაზე რაც არ უნდა იყოს საჯარო საუბარიც უნდა იყოს დახურული რატო გახსნა ჩარჩანაში თუ არ გახსნა საგუშაგო ეს სახელმწიფოს ინტერესებზე გადის რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ხართ აი საინტერესოა უშუალოდ ამ საკითხზე რას ფიქრობთ ეს იყო საჭირო რითაც პირიქით ქვეყნის ინტერესების დაცვა მოხდა თუ ამან სამხედრო ესკალაციის რისკი გაზარდა როგორც ქართულ ოცნებაში მე მართლა არ ვიცი мотиваცია მე 19 წელს მოხდა აქ 3 წელი წამოსული ვიყავი თავრობიდან ამიტომ ძალიან გავაკრიტიკე ეს ნაბიჯი გახარიასი მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ბახტაძე იყო პრემიერ-მინისტრი ახლა სამ პოზიციაზე რჩებით დიახ მე ვერ გავიგე რატო გააკეთა მან ეს მაგრამ ეს არ არის საჯარო გასახილული საქმე ამასში პრობლემა არის ქართულ ოცნებაში დღეს ასე საჯაროდ გამოაქვს იმიტომ რომ არაფერი რა ნულიც ქონდა იმ დროისთვის ეს ნული დარჩა გახარი ამბობდა რომ საფრთხეები არსებობდა ეს საფრთხეები გარდა გახარიას განცხადებისა არსად ვერცად ვერ დადასტურდა ვერანაირი ფორმით მეტიც საფრთხეები არ არსებობდა უკვე ქართულ ოცნებას გადავწყვეტეთ ახლა რა არანაირი საფრთხე არ არსებობდა საომარი მოქმედების დაწყებისა რატომ ოსლო მხარე მაშინ გადადგა ნაბიჯი უკან პარლამენტში იყო განხილვა პარლამენტში იქ დე-ფაქტო პარლამენტში უკაცრავად და მოვიდა იქ მივიდა დე-ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი
და უპასუხა პარლამენტარების ყველგან დე ფაქტოს ვერ ვახსენე პარლამენტარების კითხვებს და მაშინ მათ თქვა კი ბატონო ავიღოთ 22 წლის რუკა 22 წლის რუკაზე დავებოდნენ რომ იქ ჩორჩანა და წნელისი ორ სოფელს შორის არის ეს რა ქვია ეს სამუშაგო ეკუთვნოდა იმდროინდელ სამხედრო ავტონომიურ ოლქს და რატო დათმეო და ამ ბიბილოვმა მაშინ უპასუხა ძალიან კაფიოდ კი ბატონო ავიღოთ 22 წლის რუკა და ვნახოთ რომ ჩორჩანა არის სამხედრო ტერიტორიაზე თქვენ გაიხედეთ ხომ მიმართულებით ახალგორის მიმართულებით გაიხედეთ რამდენ ტერიტორიას კარგავთ ჩვენ ამ 22 წლის იმით რქვია ანუ ბიბილოვმა დაიცვა პოზიცია ბიბილოვს კი არ თქვა რომ ქართველებმა უნდა ვაპატიოთ უნდა შევარჩინოთ უნდა შეუტიოთ რაზეც ახლა აწვება ქართული ოცნება არამედ უკან დაიხიეს მეტიც რუსეთმა ის სამი დეპუტატი ვინც ეს კითხვები დასვა ჩამოართვა რუსეთის მოქალაქეობა და მათ დღეს არ შეუძლიათ დატოვონ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. სასაცილო სიტუაცია. ანუ ამ ეპიზოდმა არათუ არ მოიტანა საფრთხე. მან საერთოდ ყველამ გაატარა ეს. რა ნულიც ჰქონდა, ის ნული დაგვრჩა. ამიტომ ძალიან მიყვარს ქართული ოცნების ესეთი ანტისახელმწიფოებრივი საჯარო ქცევა. ბატონო ბატა, სხვა აქტუალურ საკითხებსაც გადავხედოთ, აი გუშინ გახდათ ცნობილი, რომ საქართველოს საქმეთა დროებით ირწმუნებული გიორგი საგანიძე დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთა საუბარში ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა მკაცრად გააპროტესტა ქართული ოცნების მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები და ასე შემდეგ და აი ამის მერე უკვე გუშინ დიდი ბრიტანეთის ინიციატივით საქართველოში არსებულ ვითარებაზე საკოორდინაციო შეხვედრაც გაიმართა ამჯერად ასე ვთქვათ ონლაინ რეჟიმში, რომელშიც ევროპელმა პოლიტიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა. რა ფაზაში შედის, მოდით ასე კითხავთ, საქართველოს დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები და რამდენად ღრმა კონფრონტაციამდე შეიძლება კიდევ წავიდეს ქართული ოცნება? აი ამ დასავლეთის დამოკიდებულება და საქართველოს ურთიერთობა რა ვიყოთ, ყველაზე სერიოზული ბერკეტები აქვს დიდი ბრიტანეთს. სანქციებიდან გამომდინარე. თორჩორი ვიცით რომ სწორედ ეს ეხება პირდაპირ უშუალოდ ბიზნესმენშვილს. იმიტომ რომ ბიზნესმენშვილის ფინანსები არის იმ ოფშორებში როგორც ეძახიან და იმ რაღაც ფირმების რა ვიცი კომპანიებში ევროკა ამას კარგად სადაც ბიზნესმენშვილის თანხები ეს ის როგორც ექსპერტები ამბობენ ეს სფეროა რომელიც მე კარგად არ მესმის მაგრამ ფაქტია პოლიტიკურად რო შევხედოთ ფაქტია რომ აი ამ სეგმენტს კარგად აკონტროლებს დიდი ბრიტანეთი ანუ დიდი ბრიტანეთს შეუძლია განახორციელოს აი თითქმის აი ჯოჯოხეთური როგორც ტრამპს უყვარს ხოლმე საუბარი ჯოჯოხეთური სანქციები კერძო პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ დიდი ბრიტანეთის მიერ ნებისმიერი განხილვა ამ მიმართულებითაც ჩვენ ბრიტანელებს არ შეგვიძლია გავაკეთო. და იქ ჩართული იყო საფრანგეთის მინისტრიც, როგორც მე ვიცი ამ საუბრებში, ონლაინ საუბრებში, აშკარად იკვეთება საქართველოს მიმართ არა შერბილება პოლიტიკის, არამედ გამკაცრება პოლიტიკის. გამკაცება შეიძლება იყოს საქართველოში თუ რამე შეიძლება გამკაცროს ეს არის პერსონალურად ივანიშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ივანიშვილი როგორ ხედავს თორსა თავის ფულზე მის ფულს ეხება. ხო საქართველოს ეს არ ხედავს როგორც მის ფულს ეხება, არაერთხელ და ორჯერ ეს ბოლო მისი წერილი ამერიკის ელჩთან დაკავშირებით იყო ძალიან კაფიო, რომ მის ფულზე ვაჭრება სხვაზე არაფერზე და ესა თქო უნდა თვალსაცემია. ამ ფონზე ბუნებრივია არა გამორცხული რომ სანქციებზე იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ მოხდება, ან ვერ მოხერხდება მისი სუსხავი ეფექტი ადგილობრივ არჩევნებამდე. ქართულ ოცნებამ უკვე მიაღწია თავის სანუკვარ დროს, ორი თვე გადარჩა არჩევნებამდე. თუ შესაბამისად სამი თვე, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. თუ არჩევნებამდე არ მოხდება, თუმ როგორც მოხდეს ნებისმიერი სანქცია, ასატანი იქნება, იმიტომ რომ სადღაც სექტემბერში პირველ პარტია პატიმრს გამოუშვებენ ალბათ, როგორც კი გამოცხადება თარიღი არჩევნების საპარლამენტოც ალბათ, მაგრამ უფრო ნაკლებად, გარანტირებულად ადგილობრივის, შემდეგ როცა დარწმუნდებიან ვინ მიდის ბოიკოტზე, ვინ არ მიდის, ყველაფერი ხო შეიძლება შეიცვალოს. ეხლა ლაპარაკია, მაგრამ უცებ შეიძლება ვიღაცას გადაუბრუნდეს ტვინით და მაინც მიიღოს მონაწილეობა, მიხვდნენ რომ შეცდომას უშევენ რომ აღებულობენ მოც არჩევნებში რა. აი სექტემბერში შეიძლება დაიწყონ რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დასავლეთ მმართველებთან. აი 10 კაცი გამოუშვეს. მოდი დაველოდოთ კიდე რაღაც დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ რომ ეხლა არჩევნების პრობლემა გვაქვს. არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გამოსწორდებით და აი მას შეიძლება სექტემბერში, მაგრამ ახლა კრიტიკა გვესმის ევროპული ქვეყნების მისამართით და ბრიტანეთი არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომლის მიმართაც განსაკუთრებით კრიტიკულია ქართული ოცნება, ისე როგორც არის გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და კიდევ არაერთი. სხვა შორის გერმანიას რაც შეეხება,
ქართულ ოცნებაში, ამ შემთხვევაში კონკრეტულად დეპუტატი ირაკლი ზარქუას გულისხმობ, მან უკვე მეორედ გააკეთა თუ არ ვცდები განცხადება იმის თაობაზე, რომ მაგალითად გერმანიის ელჩის გაძევება უნდა მოხდეს ქვეყნიდან, გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს ის რადიკალს უწოდებს და მოდით ბარემ გავაცნოთ მაყურებლებს კონკრეტულად რა თქვა ირაკლი ზარქუამ. ტიპი იგულისხმება სწორედ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ჩვეულებრივი რადიკალი გახდა, შეიძლება საკითხი დავაყენო, რომ იყოს გაძევებული. აი რატომ გადაეკიდა ქართული ოცნება, როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებით რამდენიმე ევროპულ ქვეყანას და ელჩის შესაძლო გაძევების იდეას რაც შეეხება, აი ევროპელი ელჩის გაძევებამ თუ კი რა თქმა უნდა ქართული ოცნება ამ გაწყვეტილებამდე მივა. კიდევ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოს ევროკავშირის ისედაც დაბალ ნიშნულამდე დაცემულ ურთიერთობებს? ყველაფერი ერთ წელიწადში კამპანიის ნაწილი ზარქუას მიკითხავს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღებას მაგამ. კარგი უნდა ჩანდეს, ყურადღება უნდა მივაქციოთ და ვინ ლაპარაკობს ამას. ამას ლაპარაკობს ვიღაც ზარქუა, რომელიც არაფერი გავლენები არ აქვს. და რატო ლაპარაკობს ვიღაც ზარქუა? იმიტომ რომ მე საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრას იგივე გერმანიის ელჩს, კარგით რა მივაქციოთ ყურადღებას. ჩვენ მართლა თქვენგან მეცველოდებით, მაგრამ იგი დეპუტატია, ჩვენ და დემოკრატია, ჩემო ბატონო, ესე კი არა, ვიღაც დეპუტატი რაღაცას იტყვის. ამიტომ ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მივაქციოთ. თქვენთანაც არიან რადიკალი დეპუტატები, ვინც მართლაც არიან, ვინც ჩვენთვის მიუღებელ რაღაც განცხადებას აკეთებენ. ამიტომ ზარქუას დონეზე აწყდება პოლიტიკა. ამას მომეზ და ამას ეთქვის ბოჭორიშვილის ელჩს. თუმცა რა თქმა უნდა, ზარქუა თავისინებით არ ლაპარაკობს ამას. რა თქმა უნდა, რაღაც დავალებები არსებობს, რაღაც გარკვეული როლები განაწილებული არის. პარლამენტი იქნება, მთავრობა იქნება და როცა საჭიროა დააჭერენ იმ ფელაქს და მიიღებს შესაბამის შეტყობინებას და ის დაიწყებს ლაპარაკს. კარგი, ამოვწუროთ, მოდით საქართველოსთან დაკავშირებული პერიპეტიები დღეს ამით და ცოტა დრო უკვე მსოფლიო პროცესებსაც დავუთმოთ. პირველ რიგში კი ის რაც ხდება რუსეთ-აზერბაიჯანს შორის, ცოტა დაეძაბათ ურთიერთობა მოსკოვსა და ბაქოს მას შემდეგ, რაც ბაქოში სპუტნიკ აზერბაიჯანის ოფისში ჩატარდა ოპერაცია, როგორც აზერბაიჯანული მხარე ამბობს, როგორც ითქვა, ბაქოში უსაფრთხოების ძალებმა რუსი ჟურნალისტები დააკავეს. ამის გამო აზერბაიჯანის ელჩს რუსეთის საგარეო უწყებაში გუშინ საპროტესტო ნოტაც აი რა ხდება რუსეთ-აზერბაიჯანს შორის ეს რომ შეაფასოთ და რამდენად სწორად ხედავს თქვათ აზერბაიჯანი რუს ჟურნალისტებში იმ საფრთხეებს, რასაც ხედავს. ო, მქვია, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებია, სამწუხაროდ საუბედუროდ საქართველოს ვერ ხედავს ამას ყველაფერს. შეიძლება შაყირით თქვათ, რომ ალიევ ჯერ არ გაუგია deep state-ის არსებობა, თქვათ ასე. ან და პაშინიანს არ გაუგია deep state-ის არსებობა, ან სანდუს მოლდავეთის პრეზიდენტს არ გაუგია deep state-ის არსებობა. სასაცილოა მართლა ქართული ოცნების ესეთი ლაჩრული პოლიტიკა, როცა ასეთი გარშემო ყავს სერიოზული მხარდამჭერები და შეგიძლია უფრო თამამი პოლიტიკა განახორციელო რუსეთის წინააღმდეგ. აი თურქეთის თუ შეიძლება ასე ითქვას, მხარდაჭერით ალიევი არის ძლიერი და აზერბაიჯანი ამას უკვე ლაპარაკობდი 20 წელს. ჯერ კიდევ მიმდინარეობდა საომაროქოდებები. ყარაბაღში როცა უკვე გამოჩნდა თურქეთის ჩრდილები საფრთხეებაში. იქიდან მოყოლებული აზერბაიჯანის წელში გაიმართა და არაფერს არ პატიებს. რა თქმა უნდა, ეს თუ გადატეხი ეტაპი იყო, როცა რუსეთმა ჩამოაგდო უნებლიეთ ნამდვილად აზერბაიჯანული თვითმფრინავი, მაგრამ უნებლიეთ ჩამოაგდო, ბოდიში არ მოუხდია დღემდე და კომპენსაციებს ჯერ დაუწყე ლაპარაკი და ანუ არ განახორციელებია ეს ღირსეული ქცევები, რაც ასე დროს უნდა მეზობელმა მეგობარმა სახელმწიფო და განახორციელოს. ანუ რუსეთმა დააფიქსირა პატრონყმული ურთიერთობები. ქართულად კაი ცემა გქონდა. ჩვენ ბატონყმობას ავახსენებით ხოლმე, თუ კომუნიკება შემოიღეს. პატრონყმობა, ანუ პატრონსა და ყმას შორის ურთიერთობები დააფიქსირა რუსეთმა ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მიმართ. აზერბაიჯანია ერთადერთი სახელმწიფო უკრაინაში ომია და ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინა ცდილობდა რაღაც სხვა პრეზიდენტების დროს სხვადასხვა თავისი პატრონყმული ურთიერთობები დაელაგებინა რუსეთთან, მაინც არ გამოუვიდა და რუსეთმა მაინც განახორციელა საშინელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ხო აზერბაიჯანი ერთადერთი ყაზახეთია მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო, ისიც კი პატრონყმული ურთიერთობებშია რუსეთთან. საქართველოს აღარ ლაპარაკობს საერთოდ. აი აზერბაიჯანი ერთადერთი, რომელსაც უნდა უსახურდეს პარტნიორული ურთიერთობები. ის კი არა რომ აზერბაიჯანს არ უნდა რუსეთთან ურთიერთობებს გაწყვეტა და არც გაწყვეტს. აზერბაიჯანს უნდა რუსეთთან კონდეს პარტნიორული ურთიერთობები, რომ პუტინმა აღიაროს, რომ ალიევი არ არის პუტინზე ნაკლები. ეს მისი ამბიციებიც ალიევის და ამას წარმატების ახორციელებს. თანაც არ არის მარტო, იმიტომ რომ დიდი უფროსი თუ შეიძლება ასე ითქვას, ქუჩის ბიჭი, ქუჩური გაგებებია როგორც წესი. ქუჩის ბიჭი თურქეთი ზუგს უმაგრებს აზერბაიჯანს და ეს უკვე ნახა პუტინმა იმაში, ესე ვთქვია, სომხეთთან ურთიერთობებში. ვერ ეხმარება ვერ სომხეთს, ირანს რა უქნა, სირიას რა უქნა, ყველა გადააგდო, ყველას მიმართა აქ ესეთი დამოკიდებულება. აი ამ ფონზე ალიევი არის წელში გამართული და ის რუსეთს არაფერს არ შეარჩევს. ამ ეპიზოდით, როცა ვიღაც ადამიანები, ვთქვია, სასტიკი ფორმებით მოკლეს, მუშტებით მოკლეს. იარაღი არ ყოფილა გამოყენებული. მუცემაში მოკლეს ის ორი ადამიანი.
და შესაბამისად მას არ უნდეს განმეორდეს მომავალში რუსეთში. მე მგონი რომ ალიევი ადრეთო გვიან დაალაგებ ხელახლა ურთიერთობებს რუსეთთან, უკვე ეს არ იქნება პატრონყმული, ეს იქნება თანასწორი ურთიერთობები და რუსეთს მოუწევს ამას თვალი გაუსწოროს. რუსეთს ამჯერადება რატო არ უნდა მდივარ აზერბაიჯანის ზღვას? არა, ზღვას სხვა საკითხია. ვერ იტანენ ვერავის გარდა რუსებისას. ეს არა მთავარია რომ თუ აზერბაიჯანს გამოვიდა თუ უკრაინას გამოვიდა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს შეერგებულად. თუ აზერბაიჯანს გამოვიდა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს პოლიტიკურად. ყაზახეთს ან სხვას რატო არ ექნება საშუალება ასევე გაუწიოს წინააღმდეგობა? ან მოლდავეთს, ან სომხეთს ასე შემდეგ. ანუ რუსეთი კარგავს თავის ენერგიას. ამიტომ ჩემი პოზიცია რომ ქართული ოცნებისთვის თავარი რუსეთი კი არა, თავარი თავის ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ ჩამოყიდულია აი ამ გაზღვალტყავებულ რუსეთზე და სხვა არაფერი არ დარჩენია მას. ამიტომ ძალიან იოლია ქართული ოცნების გაგდება თუ 100,000 კაცი მშვიდობიანი ფონდი გამოგხდა. ბატონ პატა, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტშიც დაგისვავთ ერთ კითხვას, მე თვითონ რომ აი დღეს დილით დაგხვდა თეთრი სახლის განცხადება, სადაც ნათქვამია რომ ამერიკის შეერთებული შტატები კიევს ზოგიერთი იარაღის მიწოდებას უჩერებს. ვაშინგტონის ინფორმაციით ეს გადაწყვეტილება ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების მიზნით მიიღეს. აი მაყურებლებს რომ უთხრათ რაზეა საუბარი, როგორც როიტერსი წერს, საუბარია საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებზე. აი, რო ვფიქრობთ, რატომ იქცევა ტრამპი და მისი ამერიკა ისე როგორც იქცევა და მეორე მხრივ რამდენად სერიოზული პრობლემები ექმნება უკრაინას ამ გადაწყვეტილებით. ტრამპი ვერ ხედავს როგორც ევროპა რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის აგრესიაში თავის საფრთხეებს. ტრამპი მართლა ფიქრობს მხოლოდ ამერიკაზე. ანუ ტრამპი არის ტიპიური ამერიკელი. აი რუზველტის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკა შეიცვალა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომამდე ამერიკა იყო მონროს კონცეფციის, თქვია, მომხრე. ანუ ჩვენ არ ვერევით ევროპელების საქმეებში, ევროპელები არ ერევიან ჩვენ საქმეებში. ასე მოხდა მექსიკის დაპყრობა, ასე მოხდა ლათინური ამერიკის ათვისება და აქედან მოყოლებული მეორე მსოფლიო ბოლომდე იყო ეს. ამერიკა ერთა ლიგაშიც კი არ გადავრიანდა. თუმცა ერთა ლიგა შექმნა ამერიკელებმა, ვილსონმა, ანუ ამერიკის პრეზიდენტმა პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის დროს. მაგრამ ამერიკა არ გაწევრიანებულა, უარი თქვა ვილსონის იდეაზე, თავისივე პრეზიდენტის იდეაზე. ანუ ძალიან იზოლაციონიზმია ამერიკაში. აი ამ წლების განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე რუზველტი ძალიან გვიან ჩაერთო ომში, ვიდრე იაპონიამ არ დაარტყა. ვიდრე თვითონ არ ჩაერთო. ინგლისი 70 წლებამდე ფულს უხდიდა, ლენდლიზის ფულს უხდიდა ამერიკელებს. ანუ ამ ფონზე ტრამპი არის ტიპიური ამერიკელი, რომელსაც არ ადარდებს ახდება ევროპაში. ამიტომ ყველაზე მეტად ასე გაბრაზდა ზელენსკიზე, როცა მათ მოვიდა კონფლიქტი თეთრსახში. იმაზე რომ ზელენსკი მოთხრა დღეს უკრაინაო და ხვალ ამერიკა იქნებაო. თუმცა ტრამპმა მარამდე მე ორი ოკეანე მაქვს და მე არაფერი არ მეშინიაო. ამ მოთხრა ოკეანები ეს ნუ გონია რომ გადარჩებიო. ანუ არასწორად უთხრა ზელენსკი მაშინას, თუმცა ეს არ იყო არ უნდა ყოფილიყო ასე დაპირისპირების მიზეზი. ანუ ამერიკელები მართლა ფიქრობენ რომ ორი ოკეანე, მათი სიმდიდრე და მათი იარაღი არის გარანტია რომ დედამიწის ზურგზე ვერავინ მათ ვერ მოერევა. ევროპელებსაც უნდა შინეთ ბრიტანელებსაც, გერმანელებსაც, ფრანგებსაც იციან რა საფრთხეებია. ამიტომ ტრამპს არ უნდა რუსეთთან კონდეს განსაკუთრებული დაძაბულობა ბირთვული არ და გამომდინარე. ხა ტრამპი რაც არ უნდა ხა არ მინდა მაინც უცოქე პრეზიდენტია პირველ სახელმწიფოსი, მაგრამ არ არის ბოლომდე კარგად გათვისებული, თქვია, პოლიტიკაში და ბევრ შესაბამებს უშვებს ნამდვილად. ხა ჩემ გაშლებას ასაცილო ჟღერდეს ეს, მაგრამ ნამდვილად ესე ხშირად ესე იქცევა ბევრ საკითხებში. თუ ვიღაცამ რაღაც არ დააჯერა რომ ვარგად არ შეიძლება ირანში რეჟიმის ჩამოშლა. თორე თუ ჩამოიშლება უარეს მივიღებ. თითქოს და უცებ ხვდება და მე უცებ უკან მიაქხომე თავისი სიტყვები. ამ ფონზე აშკარად ჩანს რომ ტრამპისთვის რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, არა მანდ პუტინის რუსეთი. რუსეთი ფენომენი ბირთვული იარაღით, ვიდრე ზელენსკი, რომელსაც აშკარად არ უყვარს ძალიან და ზელენსკის მიმართ ძალიან ზერელ და პიროვნულადაც ვერ იტანს ზელენსკის და უკრაინას არ მიაჩნია იმ დონის სახელმწიფოდ, რომ უკრაინის გამო ძლევამოსილ ბირთვულ სახელმწიფო რუსეთს, რომელიც შეიძლება პუტინის დღეს იყოს და ხვალ არ იყოს, რომ რაღაცნაირად ამ რუსეთს დაუპირისპირდეს. ამიტომ ყოველთვის შეეცდება საჭიროა რუსეთს არ დაუპირისპირდეს, მინიმუმზე დაუპირისპირდეს, თუმცა ჩვენ ვნახავთ ტრამპი თამაშობს. მე არ გამოვრიცხავ მეორე ვარიანტს, რომ დღეს შეუწყვეტს უკრაინისთვის რაღაცას მიწოდებას და ხვალ დაარტყას რუსეთს სხვა მხრიდან, დიპლომატიურად. არა პროგნოზირებადი. არა პროგნოზირებადი, ამიტომ ძნელია ტრამპის ქცევების, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, მიმაჩნია რომ ასეთ უკრაინას დაეხმაროს ღირებულებებიდან გამოდიოდა. მას ღირებულებები არ აინტერესებს. მას აინტერესებს გარიგება, ხო? აი რაღაცა ცუდმალო გარიგების დოიქეთ ვერ მიდის მისი აზროვნება.
კარგი, ბატონობა და კიდევ ერთი და მე ისევ საქართველოს თემას მინდა დავუბრუნდეთ. აი ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულა სატელეფონო საუბარი, სხვა შორის პირველი სატელეფონო საუბარი 2022 წლის შემდეგ, როგორც დასავლური მედია იუწყება 2 საათიანი სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვული პროგრამა და უკრაინის საკითხი განიხილეს. აი რატომ დაუბრუნდა და მარტივად გითხავთ, რატომ დაუბრუნდა პუტინი, უпростоრად მაკრონი პუტინთან საუბრის რეჟიმს? ეს რეალობა ჩვენ და ვისაუბროთ, ჩვენ ძალიან მიამიტური ხალხი ვართ ქართველები და სულ გონია რომ მთელი სამყარო ჩვენ გარშემო რიტუალურ ციკლს ეკავდეს. და როცა მთელი სოფლიო 80% მოსახლეობისა იხჩობა სასტიკ ავტორიტარიზმში, სასტიკს, ჩვენ ლაიჩი კი არა, სასტიკ ავტორიტარიზმში და ხალხი იხოცება თავისუფლებისთვის, ჩვენ კი აგერ გვია და არჩევნებში არაღებინებენ მონაწილეობას და ჩვენ კომფორტულ ზონა უნდა მეთმა უნდა ჩამოუშვას შეფუთული ის ლეგიტიმაცია ზემოდან და ჩვენ ხელები უნდა გავანძილოთ. აი ამ ფონზე სოფლიო არის რეალური პოლიტიკის მომხრე. ეს ლეგიტიმური პოლიტიკა უკაცრავად, ეს არის მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის დემოკრატიული სახელმწიფოს ფუფუნება და კომფორტი. ჩვენ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყოლია არასდროს. ეს არის აბსურდი. ჩვენთან არის რეალ პოლიტიკა, რეალა ჯუნგლების პოლიტიკა. ვინ ძლიერია ის იმარჯვებს, ვინ ღონიერია, ვის მხარესაც ძალა ის იმარჯვებს. ჩვენ მხარეს ეს არის ხალხის ძალა. ხალხმა უნდა მიიღოს გაწყვეტილება და ხალხი ვერ ჩამოყალიბდა რატომ უნდა მისცეს ერთ ხმა და მეორეს რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. აი ამ ფონზე სოფლიოს მართავს რეალური პოლიტიკა და რეალური პოლიტიკა არის ის, რომ რუსეთი არსებობს ის არის რეალობა და პუტინი აშკარად ჩაეფოლა უკრაინის კონტექსტში, ვერ ღარმიდის წინ, ზაფხული დადგა, ყველა ლოდებოდა ზაფხულის კამპანიას, შეიძლება კიდე რაღაც მოხდეს, მაგრამ კიდე ერთი თვე მაქსიმუმ, მე გვიან იქნება რაღაც სერიოზული სამხედრო კამპანიის წარმოება, ამ ფონზე მე მგონი რომ მაკრონმა მოსინჯა პუტინთან რამეზე ხო არ არის მზად მოლაპარაკებებისათვის. ტრამპთან არ გამოდის. ტრამპმა რამდენიმეჯერ უკვე ძალიან სერიოზულად შეუტია რუსეთს. ტრამპთან არ გამოვიდა, შეიძლება მაკრონმა შეძლოს? არა, შეიძლება არც და პოლიტიკაში თუ შედიხარ, შენ უნდა გქონდეს განცდა, რომ ან შევძლებ და ან ვერ შევძლებ. თუ არაფერი გავაკეთე, ვერაფერს ვერ შეძლებ. თუ არ მონაწილეობ არჩევნებში, ვერაფერს ვერ შეძლებ. თუ არ დაელაპარაკე, ვერაფერს ვერ შეძლებ. თუ შედიხარ არჩევნებში, თუ შედიხარ მოლაპარაკებებში, ან შეძლებ, ან ვერ თუ ვერ შეძლებ, შენ იმას მაინც შეამოწმებ. რატომ ვერ შეძელი? რატომ სად რომელ სიტყვაზე ჩამოხდა ჩავარდნა? რა არ მოეწონა? რუსეთთან საუბრის დაწყება ხო არ შეიძლება ასე ვთქვათ მოასწავებდეს დიდ და მსხვილ ფორმატებში რუსეთის შესაძლო დაბრუნებას. მაგალითად, დიდ რვიანში რუსეთის დაბრუნების პერსპექტივას თუ ხედავს, რომელიც დღეს 7-იანია და სხვა შორის ამ ფორმატთან მიმართებაში ტრამპი ამბობს, რომ შეცდომა იყო ამ ფორმატი და რუსეთის არ უნდა უსმენს ტრამპს ამ მართულებით, ეს ტრამპის მორიგი ერთ-ერთი გუაზრო გამლათქვამებთა შორისაა. დიდ რვიანში დაბრუნება დღეს დიდი 7-იანი გათანხმებით მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება საომარი მოქმედებები თუ მოხდება ისიც უკრაინასთან, როცა ხელი მოეწერება ისეთ შეთანხმებას, რომ უკრაინას აწყობს, როცა არავინ არ შეუშლის ხელს უკრაინას გაწევრიანდეს ევროკავშირში და ნატოში, თუ ამაზე სხვა მოსაზრებები არსებობს განსაკუთრებით ნატოს მიმართებაში და როცა რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნაზე დაეწყება ლაპარაკი. ამას დაჭირდება სულ ცოტა 10 წელი და სულ მეტი ალბათ 20-30 წელი. ასე რომ უახლოეს 10 წელიწადში მე გამოვრიცხავ სერიოზულ თქვათ ასე მსჯელობას დიდი 7-იანის გაფართოების მიმართულებით. გასაგებია, ბატონ პაატა, ისევ საქართველოს მინდა დავუბრუნდეთ ჩვენ კი ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ დასავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, თუმცა ორი აქტუალური საკითხი გამორჩა და მინდა რომ გამოვასწორო ახლა ეს ამბავი და ვისარგებლო შემთხვევით და ბარემ ამ თემებზეც ვკითხოთ. მათ შორის აი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება და რომელიც იმართება ესპანეთში, აი სწორედ სევილიაში მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, როგორც საგარეო უწყება იუწყება, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ანდორას საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩამონათვალში არის სხვა შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური მდივანიც, მაშინ როცა ღონისძიებაში მონაწილეობს 70-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები. რას გეუბნებათ მოკლედ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისთანაც ჩვენს მინისტრს აქვს აუდიენციები?
Ну, მე ყველაფერში როცა არჩევნები მელანდება, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რათა თავის ამორჩევლს შეუქმნას განცდა, რომ იზოლირებულები არ არიან. მაგრამ მეორე მხარეზე მინდა მიმართო, რომ გაეროს წევრი არის ჩრდილოეთ კორეა, გაეროს წევრი არის ირანი, გაეროს წევრი არის კუბა მაგალითად, ყველა ავტორიტარული მმართველი. გაერო არის საკმაოდ შორის გაერთიანება, ამიტომ გაეროში გამოსვლა, ჩასვლა, გაეროს ფარგლებში მონაწილეობა, ეს არ არის არც სანქციების, არც ვიღაცა სანქციები უნდა უწესებდეს და არ უწესებდეს, ეს არის რაღაც დარღვევა, რაღაც გამორჩხულია. ჩვენ გაერო არ არის გაეროს ღირებულებები არის ტერიტორიული მთლიანობა, ერთად თუ გამორკვევა, ადამიანის უფლებები კონკრეტულად და ის გაერო არასდროს არ თქვათ ასე არ რიცხავს თავის წევრს თანამშრომლებს თქვენ გახსნათ საიტიდან ნახოთ რა პროგრამები მუშაობს ირანში რა პროგრამები მუშაობს ჩრდილოეთ კორეაში არ დაუჯერებთ თქვენ თვალს იმიტომ რომ გაეროს ეს ვალდებულებია ამიტომ გაეროში ეუთოში ასეთ ჭრელ თუ შეიძლება საკმაოდ გაერთიანებებში არ არის თქვათ ასე ემოციური დამოკიდებულება ავტორიტარიზმის მიმართ. რაც არის უკვე ევროკავშირი ღირებულებითი ორგანიზაცია. ხო რაღაც პრინციპებს უნდა ეს ღირებულებით პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს, არა? აი ევროკავშირის გაწევრიანება რთულია. ბევრ სახელმწიფო დღემდე ვერ გაწევრია, თურქეთი ვერ გაწევრია დღემდე მაგალითად ევროკავშირში. ნატო ღირებულებითი ორგანიზაცია, იქ საჭიროა რაღაც ღირებულებს აკმაყოფილებდე მარტო სამხედრო კომპონენტის აკმაყოფილება. ეს თვითონ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის პარალელები რა შეიძლება იმ შეხვედრებს რომელიც აღმოჩნდა რომ გაუმართლოს მეგონა რომ გიპასუხო ეს არის ვიღაცა ტიმორის თუ იმას თუ შეხვდება ეს არის ისა რა ქვია წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი სხვა არ უნდა ხვდება ხო და ამიტომ ამ ტიმორსო შეხვდება თუ არ ვიცი ლესოტოს შეხვდა თუ შეხვდა ანუ ამით მოხდება რა რომ ამორჩებელს გაუჩინოს განსხვავო არა ვართ იზოლირებული მაგრამ ამას გააფორმო როგორც არაღიარების პოლიტიკის ნაწილს და ეს გასაგებიცაა ძალიან ბევრი ქვია წინა ხელისუფლების მინისტრები ბევრი დადიოდნენ ეგზოტიკურ სახელმწიფოებში ლათინურ ამერიკაში და რაღაცეებში და რო ეკითხებოდი რატო ხარ არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობ და ამდენ ჩადიოდნენ ისვენებდნენ დარწმუნებული რა თარობის წარმომადგენლებიც ამას აკეთებენ ხშირ შემთხვევაში რო ნახოთ მინისტრების ქვია მივლინების ისინი ქვია განრიგი ჩემს ნახოს ძალიან გამიხარდება თუ შეადარებენ ჩემს მივლინებებს სხვას მივლინებს აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი მინისტრი მოგზაურობს ძალიან ეგზოტიკურ კუნძულებზე თან ზაფხულობით რაღაც ასეთ ადგილებში თან ისეულებენ და თან კიდე არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობენ როგორც ესე მათი ეს მაწეპებული საფრთხე ეს სტანდარტები წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და სამწუხაროდ გრძელდება. კარგი, კიდევ ერთი ბატონ პაატა 8 ივლისს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მორიგი დებატებია ჩანიშნული, როგორც ცნობილი ხდება ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშების გათვალისწინებით დეპუტატები განიხილავენ პირველ ანგარიშს საქართველოს როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ. აი რას უნდა ველოდოთ მით უფრო რომ საქართველოს საკითხზე მომხსენებელი არის რასაი უკნევი ჩენე, რომელიც ასე ძალიან არ უყვარს ქართულ ოცნებას. ზამკაცი იქნება, იმიტომ რომ მოლდავეთმა და უკრაინამ წინ წაიწიეს მნიშვნელოვნად. მან დაიწყო მოლდოვეთთან დაიწყო მოლაპარაკებები უკვე და რა თქმა უნდა იქნება დაფიქსირება რეგრესი საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოების გამომდინარე და მოწოდება იქნება დეტალებში გაწერილი თუ როდის და რატო ხდება ასე და მოხდება ეს შეფასება რომ საქართველოს არ შეესაბამება თავის სტანდარტებს. ეს ანიშნავს რომ ჩვენ ყველა ვლაპარაკობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე და მართლა პროდუქტივნეული იქნება მოსახლეობისათვის. მაგრამ ვიზა ლიბერალიზაციაზე უარესი იქნება კანდიდატობის სტატუსის ჩამორთება, რომ როგორც წესი არ ხდება, იშვიათად პრაქტიკულად არ ხდება მეორე ხსენებ. თურქეთს რამდენი 20 წელზე მეტი აქვს კანდიდატობის სტატუსი. ანუ კანდიდატობის სტატუსი გაგრძელდება, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება რომ ქვია რაღაცები გავაკეთოთ. თუ კანდიდატობის სტატუსი ჩამოგვერთვება, ეს ყველაზე პროდუქტივნეული იქნება, ვიზა ლიბერალიზაციაზე უარესი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ჩაგვეკეთება კარები. დღეს კარები ღიაა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. უბრალოდ შენ უნდა შეხვიდე. კარები მისია, შენობა მისია, შენ დაწერე განაცხადი რომ შესვლა გინდა, მიიღე ვალდებულებები რომ შეასრულებ, ეს ვალდებულებები შეასრულე, შეიმოსე ამ ვალდებულებები და შედი ამ კარებში. ჩვენ არ შევდივართ ამ კარებში. ამიტომ იქნება შეფასება იმ 9 პუნქტისა, რომელიც საქართველოს არ ასრულებს. კი ბატონო და ბოლო კითხვას დაგისვათ უკვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე და ამით დაგემშვიდობებით ამჯერად ახალი რეგულაციები რომელიც ქართულ ოცნებას შემოაქვს და ეხება დემონსტრანტებს მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იმ პირის მიერ ხულიგნობის დაუმორჩილებლობის თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ასევე მანიფესტაციის წესის მათ შორის გზის გადაკეტვის წესის ხელმეორედ დარღვევის ჩადენა ვისაც
პირველ ჯერზე ჯარიმა არ გადაუხდია, ანუ 5,000 ლარიანი ჯარიმა თუ არ გაქვს გადახდილი, უკვე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს და კიდევ ერთი ადმინისტრაციული ორგანოს, აი მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე შესაძლოა გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში, დადგენილების გასაჩივრება კი მის აღსრულებას არ შეაჩერებს. ანუ ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მკაცრდება კანონები, რომელიც შეეხება დემონსტრანტებს. აი, რატომ შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ქართულ ოცნებას ის რეგულაციები, რომელიც აქამდე იქნა მიღწეს თავისას. ეს არის პანიკის ნიშანი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის, როცა ლაპარაკობთ პანიკაზე. ანუ ეს არის მტკიცებულება იმის, რომ ხელისუფლებას ამდენი რეგულაციის მიუხედავად უჭირს იმ ადამიანის შეკავება. ხალხი ქუჩაშია, ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია. ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია. რაც ეს ასაცილოა იმასთან შედარებით, რო გაისოთ ეს ხალხი ვინც ქუჩაშია და ვინც იბრძვის რათა მოხდეს, რა ქვია, ავტორიტარიზმის პროცესი შეჩერდეს და გადავიდეთ ევროპის მმართველები. რა თქმა უნდა, ეს არის უმწეო ხელისუფლების უმწეო ქცევა, იმიტომ რომ მათ გამოიყვანეს ქართველებს ახალი ჯიში, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის ციხეებში წამსვლელია. ამიტომ ძალიან მათ ციხეები არ ეყოფათ, როცა ამ ეს ყველაფერი გააკეთონ, ეს შეასრულონ. ციხეები არ ეყოფა, არა აქვს, მაგრამ ციხეები, ციხის თანამშრომლები არ ეყოფა. ეს საინტერესო შეფასებაა ქართულმა ოცნებამ გამოიყვანა ქართველების ახალი ჯიში. რა თქმა უნდა, და ეს ამოუჩა, ეს ბოთლი და გამოუშვეს, ეს ჯინი გამოუშვეს, ეს ბოთლი და შესაბამისად ხვდებიან ამას. ბოდ ეხლა მთელი ჩვენი ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ უახლოესი 4 წელიწადი უნდა გადავულოცოთ ვაჩუკოთ ხელისუფლება, ძალაუფლება ქართულ ოცნებას. თორე შანსები დღესვე გვაქვს, რომ დავიწყოთ დემონტაჟი. არა განვახოთ დავიწყოთ, მაგრამ ეს ხალხი ხوارს დარწავა ახალგაზრდები. იმედია გამოიღებს თუ ვერ გამოიღებს ახალი რეგულაციები კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება იმ შედეგს, რაზეც გათვლა აქვს. როგორც წინა რეგულაცია, ეს ხო რეგულაცია პირველი არა, სულ მეხუთე მეექვსე რეგულაციები უკვე. როგორც წინა 4-5 პირობითა და რეგულაციება შედეგი ვერ გამოიღო და მოუწიათ ეხლა ისე უკან რაღაცა გამკაცება რაღაცეების, იგივე შედეგი იქნება. ეს ხალხი ციხეში წამსვლელია. ყველა წამსვლელია ციხეში, მე მათ ბეროს კარგად ვიცნობ. პრობლემა სხვა საკითხები მათ არ ვეთანხმები ბოიკოტის მიმართულებით, მაგრამ გმირობაში და ღირსებაში ფანტასტიკური ადამიანები არიან. მადლობა ბატონ პაატა იმისთვის, რომ ამდენი დრო დაგვითმეთ და გაგვიზიარეთ აქტუალურ საკითხებზე თქვენი შეხედულებები, დაგემშვიდობებით. პაატა ზაქარიაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს და დღის ნიუსრუმიც უკვე ამით დაასრულებს დღეს მუშაობას. ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.